ჩემს საყვარელ მებრძოლებს როცა ვაგზავნიდი მერაბ დვალიშვილი მათ უბრალოდ ცოცხლად ჭამდა. მერაბი ნამდვილად მხეცია. მერაბი ალბათ ის ერთადერთი მებრძოლია, რომელიც უსამართლობის შეგრძნებას მიტოვებს. უბრალოდ უსამართლობაა, რასაც მერაბი ამბიჭებს უშვება. ის ყველა მათგანზე უკეთესად მუშაობს, არა? როგორც თავად თქვა, ის შეიძლება საუკეთესო მოკრივე მოჭიდავი ან მუაიტაის მებრძოლი არ იყოს, მაგრამ როცა საქმე შეჯიბრს ეხება, ის ყველაფერს ჩამოდის, რათა შედეგი დადოს. როცა ჰენრის ეხუდოს შეხვდა, მან უთხრა: ჰენრი, შეიძლება ჭიდაობაში მაჯობო, მაგრამ იცი რა, ეს შერეული საბრძოლო ხელოვნება. შონთან როცა იჩხუბა, შონს მხოლოდ ერთადერთი იარაღი ჰქონდა. მთელმა მსოფლიომ იცის, ეს იარაღი მისი ხელები და წიხლი იყო. გამარჯვებული არ ამირჩევია, რადგან შონთან ვარჯიშობდი. როცა შონის კემპში ვიყავი, თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. რომ შეფასებები გამეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ 3 რაუნდიანი სპარინგი გქონდა, მაინც ვამჩნევდი რაღაცეებს, რადგან ვიცი, რომ კარგი ვარ ზოგადად ანალიზში და წვრილმანების შემჩნევაში. ჩემი აზრით, მაგარი ბრძოლა იყო. შონსა და მერაბ შორის კარგი შერკინება გამოვიდა. ზოგჯერ მგონია, როცა პირდაპირ სატიტულო ბრძოლას ან რემაჩს იღებ, შენ თავს არ აძლევ იმის დროს, რომ ახალი უნარჩვევები განავითარო. ანუ რას ვგულისხმობ? შონს იგივე სათამაშო გეგმა ჰქონდა, რაც პირველი ბრძოლის დროს გამოიყენა, არა? თითქოს პირდაპირ მე-6 რაუნდიდან აგრძელებდა ჩხუბს. გაგრძელება იყო წინა დაპირისპირების. მართალია, კემპის დროს ჭიდაობას ხვეწავდა, შედარებით ჯანმრთელი და ძლიერიც იყო, თუმცა მაინც დამრჩა შეგრძნება, რომ თითქოს იმ პირველ დაპირისპირებას აგრძელებდნენ. 5 რაუნდს მორჩნენ და გადავიდნენ მე-6-ში და მე-7-ში. აი რა მოხდა შაბათს, როცა ამ ორმა იჩხუბეს. მე პირდაპირ მთავარ ჩხუბზე მინდოდა მესაუბრა, ამისთვის ძალიან მოტივირებული ვარ. ვერ ვიჯერებდი. გაცეცხლებული ვიყავი, ემოციურიც. არა და შენთან პოდკასტზე ნათქვამი მქონდა, რომ მერაბი ამჯერად უფრო მარტივად დაამარცხებდა. პირისპირ გითხარი თუ გახსოვს და მე რაღაც მიზეზის გამო ჩემაგონებამ გადაწყვიტა, რომ ჩემი ინსტინქტები ცდებოდა. ომალი ცვლილებებს შეიტანდა, განახლებული გამოვიდოდა სავარჯიშო ოთახიდან და უკეთესი იქნებოდა. ომალი თავის ამ ცხოვრებისეულ ცვლილებების გამო უბრალოდ სხვა პიროვნება, სხვა მებრძოლი გამოვიდოდა. შემდეგ აზრი შემეცვალა და ასე ვარაუდობდი. პირველი 3 და მე-5 რაუნდები ყველაზე აქტიური იქნებოდა ან დაპირისპირებაში. და სწორედ ამ რაუნდებში ექნებოდა ომალის შანსი. პირველი 2 რაუნდი მართლაც ასე იყო. პირველი 2 რაუნდი უფრო კონკურენტული იყო ვიდრე პირველი ჩხუბის მეორე რაუნდი, სადაც მერაბი ომალიზე მიწაზე დომინირებდა. ბევრად უკეთესი იყო. უკეთესად უმკლავდებოდა მერაბს, მაგრამ ვფიქრობ, ომალის ყველაზე დიდი პრობლემა ამ ჩხუბში თავისი პოზიციების დათმობა იყო. მაგალითად, პირველი ჩხუბის დროს მეორე და მე-4 რაუნდებში, როცა პოზიციებს თმობდა, ის ფიქრობდა, კარგი, მერაბმა ეს რაუნდი მოიგო. შემდეგი რაუნდი ახლა იქნება, მანდ გავიმარჯვებ. ცდილობდა რამენაირად ცოცხალი დარჩენილიყო იმ ბრძოლის დროს. ამ რემატჩში კი მესამე რაუნდისას მას უნდოდა ამ პოზიციებიდან გამომძვრალიყო. ცდილობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოზიციებში გადასულიყო. მუხლი მის ქვეშ მოექცია, მერაბთან მოკეცილიყო და რამენაირად ეცადა ფეხზე წამოდგომა. სწორედ ამიტომ ის ისე ძალიან ცდილობდა ამ პოზიციებიდან გაქცევას, რომ საკუთარი თავი მახრჩობელასთვის გახსნილი დატოვა. ძალიან მძიმე იყო. ომალი მესამე რაუნდში დანებდა. მერაბი კი ყველა დროის საუკეთესო სუპერსუბუქი წონის მებრძოლია და ძალიან უსამართლოა, რასაც ჩემს ფავორიტ ბიჭებს უშვება. გეთანხმები, რასაც ამბობ, ყოველივე ამას ასე უნდა შევხედოთ, როცა მერაბისა და შონის დაპირისპირებას უყურებ. ზოგადად ჩხუბებს განვიხილავ, სადაც ერთი ტიპი გარბის, რადგან მეორესთან შეჯახება არ უნდა. რა თქმა უნდა, მერაბი ამ შეჯახებაში საუკეთესოა. მას ეს ქაოსი ქაოტურობა სურს. შენი ძირს დაგდება უნდა. ბრუნავ დარტყმებს აკეთებს, პარტერში გადაყავხარ, შენი დაცვის გარღვევას არ ცდილობს. ხალხს ვეუბნები, რომ ასეთი რაღაცეებისგან გაქცევით, გამარჯვებას ვერ მოიპოვებ, თუ მოწინააღმდეგეს ქვემოთ არ შეუძრები და როგორც შენ თქვი, ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოზიციას არ დაიკავებ და მუხლებს შენს ქვემოთ არ მოიქცევ. არ მგონია შონს კემპში დრო დაეთმო ასეთი უნარების განვითარებისთვის. ანუ ისეთი უნარები, სადაც თუ შენ ძირს გადამიყვან, მაშინ შენს კოჭებს ან მუხლებს შევუტევ. ჰილ ჰუკს გამოვიყენებ, ტერფებს დაგიჭერ, მუხლებს ჩაგიკეტავ, ფეხებზე შეტევით, გაძლებ უკან დაიხიო, რაც მაძლევს საშუალებას წინ წამოვიწიო. აღარ ვიდარდო იმაზე, რომ თავზე ან კლავზე დამიჭერ და მახრჩობელად იმომიგებ. პირველი რაუნდის ბოლოს ცოტა უცნაური იყო. დაინახავდი ალბათ კამერები როგორ ქაოსურად შემოტრიალდნენ. თითქოს რაღაც ხდებოდა და ხედავ, მერაბს იგივე მახრჩობელათი უჭირავს შონი, რითიც დააფინიშა. მეგონა მანდვე დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ არა, ძალიან ახლოს იყო. ჩემი აზრით, მერაბი უბრალოდ ძალიან დაუძლებელია იმ ოპონენტებისთვის, რომლებიც ასეთ ზეწოლისთვის არ ემზადებიან.
შონის კემპში როცა ვიყავი და ტიმთან ერთად ხალიჩაზე ვარჯიშობდი, ის სულ ამბობდა, რომ ზეწოლის ქვეშ იყო. მე კიდევ ვუხსნიდი, რომ რასაც ვაკეთებთ რეალურ ჩხუბთან ახლოსაა და არ ვაპირებდი მარტივ სპარინგს, რადგან რეალისტური არ იქნებოდა. შენზე დაბალი ვარ, ამიტომ ყველანაირად შეგავიწროვებ. როცა მერაბთან ჩხუბისთვის ემზადები, ჩემი აზრით აუცილებელია, რომ ხალხმა მაქსიმალურად დაგტვირთონ 25 წუთის განმავლობაში. შევეცდები, რომ მთელი დღის განმავლობაში გზდიო და დღეს შეუბრალებლად გიქციო. საპასუხოდ საჭიროა ქვემოთ შემოხვიდე, ფეხებში შემომიტიო. არ მგონია შონს ამ უნარის განვითარებისთვის დრო გამოენახა, ან საერთოდ ჰქონდა რომ ამისთვის დრო, რადგან პირდაპირ სატიტულო ბრძოლაში ჩახტა. პირიქით უნდა ითქვა, იცით რა, სატიტულო ბრძოლა არ მინდა. მირჩევნია სხვა ვინმე გამოვნახო და მასთან ვიჩხუბო. ორი სანთაგენი კი ბატონო, პიოტრ იანთან რემაჩი მაგალითად, ან სხვა ვინმესთან, სადაც სწორ ტაქტიკას შეიტანდა. უმჯობესი იქნებოდა მისთვის შესაფერისი ორთა ბრძოლა მოეძებნა. იცი ომალის პრობლემა რა არის? შენ რომ კემპის დროს გეუბნებოდა ძალიან დიდი წნეხის ქვეშ გვაქცევო და შენ რომ მეუბნებოდი ასეთი მდგომარეობაა საჭიროა. ზოგჯერ ომალისთვის სავარჯიშო კემპის მიზანი მისთვის ბრძოლის წინ თავდაჯერებულობის ამაღლებაა და თუ ის ვარჯიშის დროს მხოლოდ წნეხის ქვეშ იყო და ახლა მას ამაში დაოსტატებულთან უწევს ბრძოლა, მესმის რომ ამ წნეხის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მერაბის სტილით უნდა ავარჯიშებდე მას, ეს გასაგებია. მაგრამ ჩემი აზრით თავდაჯერებულობაც აუცილებელია სავარჯიშო კემპის ნაწილი იყოს. სიმულაციები ვნახე, სადაც დაუმარცხებლის მენტალიტეტს უნარგავდნენ თავში. ეუბნებოდნენ, რომ საუკეთესოა და თავის შანს გამონახავს. კი, მესმის, როგორც უკვე ვთქვი, მასთან კემპში ბოლომდე არ ყოფილვარ. ამიტომ ვერაფერს გეტყვი ამასთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ. კიოჯი ჰორიგუჩი ჩემთან ჩხუბის დროს ტყვიასავით სწრაფი იყო. სულ სირბილი უნდოდა, სულ ცარიელ სივრცეში დარბოდა. მატმა მისი დაჭერა დამაძალა. მთელი რაუნდები შენ უნდა დაძდევდე მასო. არ მახსოვს რამდენჯერ მომხვდა სახეში ამის გამო, ძალიან ბევრჯერ. სწორედ ამიტომ ჩემი კემპი ოპონენტების დევნაში გავატარე. როცა ოქტაგონში შევედი, უკვე მზად ვიყავი იმისთვის, რომ ის გამექცეოდა და მეც იმ წამსვე მასთან გავჩნდებოდი. შეიძლება მეორე, მესამე ან მეოთხე რაუნდი არა, მაგრამ მეხუთეში ის საბმიშენი დავამარცხე. ამიტომ თქვენ თუ არა მათ, ბიჭებო, მისმინეთ, თუ შონთან აპირებთ სპარინგს შეეცადეთ და მთელი დროის განმავლობაში დაედევნეთ. ზეწოლის ქვეშ მოაქციეთ, რადგან მერაბი სწორედ ამას იზამს. მერაბის ქვეშ უნდა მოვექცეთ და არა გავექცეთ, რადგან ის უბრალოდ დაცვაში ჩადგება. მაგრამ როგორც ვნახეთ, მერაბი შეუდარებელი იყო. ჩემი აზრით ის ყველაზე საუკეთესო სუპერმსუბუქი წონოსანია, ვისაც გალიაში ფეხი შეუდგამს. მან TJ დილაშოუს და დომინიკ კრუს აჯობა. ამას ვამბობ მე, ვისაც დომინიკ კრუზი ძალიან მომწონს. მერაბმა კი ყველა დაამარცხა. არ მგონია მეგულებოდეს ისეთი ვინმე, ვისაც მერაბის ოდენა ჩემპიონები ჰყავს დამარცხებული მის დივიზიონში. თქვათ რეზიუმე რაც მან დადო. ესე იგი, შონ ომალი ორჯერ შონ ომალამდე უმარ ნურმაგომედოვი, უმარამდე ისევ შონ ომალი მაშინ ჩემპიონი, ომალამდე ჰენრი სეხუდო იყო არა მის რეზიუმეში. დიახ, ჰენრი სეხუდო დიდებული სახელია შენი რეზიუმესთვის, სამივე მაგარი სახელი შენი რეზიუმესთვის ამ დივიზიონში. ჰენრი სეხუდომდე პიოტრიანი, რომელიც ცალკე წარმოუდგენლად მაგარი სახელია შენი მემკვიდრეობისთვის. პიოტრიანამდე ჟოზე ალდო, როცა ჯერ კიდევ ტოპ კონტენდერი იყო და სუპერმსუბუქი წონი დივიზიონში კიდევ ითვლებოდა დივიზიონის რჩეულად და საკუთარი თავისთვის ეძებდა ტიტულს. თუ არ ვცდები, მაშინ გამარჯვების სერიაზე იყო და რობ ფონტი და მარლონ ვერა ჰყავდა დამარცხებული. იანი კი უბრალოდ წინ მიიწევდა. დასაწყისში უკვე თქვი და ნეტა ამით დამეწყო. ბუნებრივად გამოდიოდა. ინტერსტელარი ხომ გაქვს ნანახი, სადაც მთავარი პერსონაჟი უყურებს თავის ქალიშვილს და ტირის, რადგან ვერაფერს აკეთებს. ხედავს როგორ უშვებს შეცდომას, ის კი უბრალოდ უყურებს და ტირის. მე კიდე თითქოს ჩემს საუკეთესო ბიჭებს მერაბთან ვაგზავნე. კარგი, ამჯერად ალდო გამკლავდება. ხომ ხვდები რას გულისხმობ, თუმცა ალდო მერაბდება სამწუხაროდ. კარგი, არა უშავს, მაშინ იანი მიხედავს მას, მაგრამ არა, იანიც 5 რაუნდის განმავლობაში მერაბდება. ამასობაში ცრემლიც მოდის. კარგი, ამჯერად ვნახოთ ომალი როგორ გაუმკლავდება და ომალი გავაგზავნე თუ არა მერაბი მას ცოცხლად ჭამს. და ამასობაში აღარავინ დამრჩა, ვისაც გავაგზავნიდი, აღარავინ დაგვრჩა მერაბ დვალიშვილთან გასაგზავნად. ის უბრალოდ ძალიან მაგარია. ის ძალიან მაგარია.